ფილტვების ანთების 5 ნიშანი, რომელიც უნდა იცოდე, რომ დაღმოაჩინო ის. სანამ ყველაფერს მოგიყვებით, ხაზი უნდა გაუსვა აუცილებლად იმ ფაქტს, რომ მხოლოდ სიმპტომებით არასამედიცინო პირმა სახლის პირობებში შეუძლებელია დაადგინოს ბაქტერიულია თუ ვირუსული პნევმონია და შესაბამისად თვითნებურად ანტიბიოტიკების მიღებაც ამ შემთხვევაში სრულებით გაუმართლებელია. ეს ვიდეო კი ემსახურება იმას, რომ დროულად აღმოაჩინოთ სიმპტომები და თავის დროზე მიიღოთ სამედიცინო კვალიფიციური თერაპია, რის შედეგადაც უფრო მარტივად გადაიტანთ ამ დაავადებას. პირველი ნიშანი არის მაღალი ტემპერატურა, 38 ნახევარზე მაღალი, შემცივნებით და კანკალით. ორგანიზმის ესეთი რეაქცია გვაჩვენებს, რომ ის არის ბრძოლის რეჟიმში გადასული კონკრეტული ინფექციის წინააღმდეგ. მეორე ნიშანი არის ხველა, ნახველით, ანუ პროდუქტიული ხველა, ხშირად ეს ნახველი შეიძლება იყოს შეფერილიც. მესამე ნიშანი არის სუნთქვის გაძნელება, იგივე დისპნოე. სუნთქვის გართულება გამოწვეულია იმით, რომ აი ეს ბუშტუკები, რომლებიც არიან ალვეოლები და ჩვენი ფილტვის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ, პნევმონიის შემთხვევაში ეს სტრუქტურული ერთეულები ანთებითი სითხით, უჯრედებით და პროტეინებით არიან სავსე და შესაბამისად ვეღარ იღებენ მონაწილეობას გაზთაცვლაში. შედეგად მათი გავლით ჟანგბადის ტრანსპორტირება სისხლში და სისხლიდან ნახშირორჟანგის ტრანსპორტირება ალვეოლებში, რომელიც უნდა ამოვისუნთქოთ, არის შეფერხებული და შესაბამისად ორგანიზმი ამაზე რეაგირებს გახშირებული და გართულებული სუნთქვით. მეოთხე ნიშანი არის ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც გამოწვეულია სუნთქვით ან ხველების შედეგად. მეხუთე ნიშანი კი არის ცნობიერების შემცირება ან დარღვევა. ცნობიერების დარღვევა შეიძლება გამოხატული იყოს მაგალითად შენელებული რეაქციებით, ძილიანობით, კონცენტრაციის დარღვევით, ან მაგალითად ორიენტაციის უნარის დაქვეითებით და დაბნეულობით.